დიახ, ეს წუთია უკვე წინასწარი დაკავებულები საქალაქო სასამართლოს იზოლატორიდან გადაყავთ უკვე სპეციალურ დაწესებულებაში. 16-ვე პირი მოსამართლე თეონე ეპიტაშვილმა პატიმრობაში გაუშვა. მოსამართლემ არ მიიღო მხედველობაში არც ერთი ადვოკატის შუამდგომლობა. ნაწილი მათგანი ამტკიცებდა, რომ მტკიცებულება არასაკმარისი იყო მისი დასაცავი პირის წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ამტკიცებდა, მისი დასაცავი პირი, რომელსაც ქურდული სამყაროს წევრობას ედავება გამოძიება, ფიგურებს მხოლოდ ერთ სატელეფონო ჩანაწერში, თუმცა ის არანაირ შემხებლობაში არ არის იმ საქმესთან, რომელსაც ასე ვთქვათ აგვარებდნენ კრიმინალური ავტორიტეტები. ის არის ერთ-ერთი შემსწრე პირი, რომელიც ჩაერთო საუბარში, ამას ამტკიცებს ადვოკატი და ის აპელირებდა სწორედ სასამართლო პროცესზე იმაზე, რომ ორი ადამიანის საუბარი დღეს საქართველოში არის უკვე დანაშაული. 20,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა, ეს იყო ყველაზე დიდი თანხა, რომელიც დასახელდა დღეს სასამართლოს ხდომათა დარბაზში. სწორედ ამ თანხის ანაზღაურებით ითხოვდნენ დაკავებულების თავისუფლებას ადვოკატები, თუმცა არც ერთი მათგანი არ გაუშვა მოსამართლემ თავისუფლებაზე. თავად ბრალდებულებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ ესარგებლათ სიტყვის თქმის უფლებით. ნაწილი მათგანი ოფიციალურად არ საუბრობდა საქმის დეტალებზე, თუმცა ამბობდა, რომ არ იცის რის გამო დადეს მათ ხელბორკილი. ეს პოზიცია ჰქონდა მათ შორის ეგრეთ წოდებულ კანონიერი ქურდის ხონსკის ადვოკატსაც, როგორც უფლებადამცველი აცხადებდა, ხონსკიმ არც კი იცის, რომ მის წინააღმდეგ საქმის წარმოებაა დაწყებული საქართველოში. თავის მხრივ ბრალდების მხარე აპელირებდა იმაზე, რომ 16-ვე ბრალდებულის გარეთ ყოფნა იყო საშიში საზოგადოებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თვეების განმავლობაში სისტემატიურად არჩევდნენ ქუჩურად საქმეებს, იბარებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ამ საქმის დაზარალებულებს, რომლებიც გამოკითხულები არიან ამ საქმეზე, აიძულებდნენ გარკვეული თანხის მიტანას ქურდული საერთოსთვის და წინააღმდეგ შემთხვევაში მას უსწორდებოდნენ ფიზიკურადაც კი. მის პოზიციას ვერ წარმოვადგენთ იქიდან გამომდინარე, რომ ნამდვილად რაც ოჯახის წევრებისგან გვაქვს მოწოდებული, ნამდვილად არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს ახლა. თუნდაც მან ისიც არ იცის, რომ ბრალდებულის სტატუსი აქვს. არ იცის, რომ აღკვეთის ღონისძიების სხდომა იყო ჩანიშნული. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის აპელირება იმაზე, რომ იგი მიმალულია, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, ვინაიდან ამ ადამიანს უბრალოდ ცოდნა არ აქვს ამ პროცედურებთან დაკავშირებით. არანაირი სხვა ტიპის მტკიცებულება, რაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს, რომ კონკრეტული ხმები არის მათ შორის მამუკა ჩხაბერიძის ან ჩემი სხვა დაცვის ქვეშ მყოფების, მაგალითად ფონოსკოპიური ექსპერტიზები და ასე შემდეგ, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს. შესაბამისად, გადაჭრით ჩვენ ვერ ვამბობთ და უცნაურია ბრალდების მხარე რატომ ან როგორ გვეუბნება აღნიშნულთან დაკავშირებით. კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს მოვიდა ავტოავარია, აღნიშნულ ავტოავარიასთან დაკავშირებით იყო ზიანისზე დადგენა, თუ რა ზიანი მიადგა ავტოავარიის შედეგად და საუბრებში სხვა პიროვნებებს უსმენდნენ და აქედან გამომდინარე რაღაც ამ საუბრებში მოხვდა და წაუყენეს ბრალი ქურდული სამყაროსთან დაკავშირებით და არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ქურდულ გარჩევაში და არც კავშირებში, კიდე არანაირი კავშირი არ ჰქონდა. კავშირები იყო, სხვებს უსმენდნენ და იმათი საუბრის გამო მოხდა რაღაც ამ სიტუაციაში ხა უბრალოდ დადგინდა არაერთი მტკიცებულებით, რომ საზოგადოებრივ მყოფი კანონიერი ქურდი საქართველოში მის მიერ მართულ ქურდული სამყაროს წევრებს თხოვდა, რომ მოეწყოთ ქურდული გარჩევები მოქალაქეთა შორის არსებულ სხვადასხვა დავებზე. ქურდული სამყაროს წევრები ასრულებდნენ კანონიერი ქურდის დავალებას. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, ეს გახლავთ სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები, ასევე ფარული აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები და სწორედ მათი შინაარსის გათვალისწინებით ბრალდების მხარემ მიიღო დაწყვეტილება კონკრეტული პირების მიმართ დაეწყო სასამართლობრივი დევნა. არიან ადამიანები, რომლებიც გამოიკითხებიან გამოძიების მიმდინარეობისას, ვინაიდან მათ გამოკითხვას მანამდე შეესაძლოა საფრთხე შეექმნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისათვის, შესაბამისად მათი გამოკითხვა მოხდება უახლოს მომავალში. დიახ, დაკავებულების ადვოკატები სასამართლო პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელიც გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არის თავიდან ბოლომდე დამონტაჟებული, შეთქმული მის ავთენტურობას აყენებდნენ კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა პროკურორს მოუწია განემარტა მაგალითად ერთ-ერთი ეპიზოდი ამ აუდიო ჩანაწერიდან, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული ჭკადოა ჩანაწერებში თავადვე ახსენებს ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს და ამბობს, რომ მათ თვალში ის არის ავტორიტეტი, ის იცნობს უამრავ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს,
შესაბამისად ამის საფუძველზე ის ერთ-ერთ მოდავე მხარეს ფიზიკური ძალადობით ემუქრება იმ შემთხვევაში თუ გარკვეული რაოდენობის თანხას ვერ მიიტანს ადგილზე ეს ერთი ამონარიდი წაიკითხა დღეს სასამართლო პროცესზე პროკურორმა და მოსთხოვა მოსამართლეს რომ ყველა ბრალდებული უნდა გაეშვა პატიმრობაში. სასამართლო პრაქტიკა გვიჩვენებს რომ მსგავსი ტიპის საქმეებზე შემდგომ უკვე პროკურატურა სთავაზობს დაკავებულებს უკვე ციხეში გადაყვანილ პირებს თანამშრომლობას თუ ყველა მათგანი გამოძიებასთან ითანამშრომლებს აღიარებს სრულად ამ დანაშაულს ამ შემთხვევაში არ გამორიცხავს საგამოძიებო უწყება მათ შორის არც დღეს გამორიცხა საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა რომ დაკავებულებს გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება და ამის შესაძლებლად მათ დატოვონ უკვე საპატიმრო დაწესებულებები. ამავე საქმეზე კიდევ ერთ ეპიზოდია ჩანიშნული 10 საათზე სასამართლო მსჯელობა 6 პირიან საქმეზე მოსამართლე მარიდაშვილი იმსჯელებს.